მე ვარ? ქუთაისის იაკო გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე 3 მთავარი პრიზი მოიპოვა. მახინჯი იხვის ჭუკი ეს ის სპექტაკლია, რომელმაც ფესტივალის ჟიური აღაფრთოვანა და მთავარი პრიზი გრან პრი მოიპოვა. ამავე სპექტაკლის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კი ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობი აბელ სოსელია გახდა. ქუთაისმა ზღვისპირა ქალაქიდან 7-დან 3 მთავარი ჯილდო წამოიღო. Მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეთოჯინე მსახიობებისთვის ეს ფესტივალი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მეთოჯინეები ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მეტად ვიგრძენით ამ ფესტივალის ფარგლებში ეს ერთობლიობა და ეს სიყვარული, ეს დიდი ოჯახი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო მომავალში და ვინც გაიმარჯვა, ყველას მიულოცო დიდი სიყვარული. ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად დააფუძნა. ფესტივალი წელს პირველად 8-13 სექტემბერს ჩატარდა. 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 7 თეატრის 10 სპექტაკლი. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში გამოვლიდნენ. კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან აფასებდა. აეყარა საფუძველი ამ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც პირველ რიგში ეძღვნება ბავშვებსა და ახალგაზრდებს, თოჯინურ ხელოვნებას, მადლიერების გამოხატვას მეთოჯინეებისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინც თოჯინების თეატრს მიუძღვნა მთელი ცხოვრება და შეიძლება ისე გაილიოს მათი კარიერა, რომ ვერავინ ვერ დაინახოს, ვინ დგას თოჯინის უკან. ამიტომაც ისინი დავაჯილდოვეთ, ვინც საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინა და რაც მთავარია შევთანხმდით, როგორც ჩვენი სამინისტრო, ასევე აქაური ხელისუფლება, რომ მომავალ წელს და მომავალ წლებში ეს ფესტივალი იცოცხლებს, მოიკრებს კიდევ მეტ ძალას და გახდება კიდევ უფრო მასშტაბური. ეს ფესტივალი იყო დათვალიერება ძირითადად თუ მთელი წლის განმავლობაში რა ნამუშევრები დავაგროვეთ, რა ნამუშევრები წარმოადგინეს. ძირითადად ჩვენ რეპერტუარის ფესტივალის შედგა ახალგაზრდა რეჟისორების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. იმიტომ რომ თოჯინების თეატრში დაიწყეს ახალგაზრდა რეჟისორებმა შემოსვლა, ეს ძალიან მახარებს და ეს ტენდენცია იმედი მაქვს რომ გაგრძელდება. ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული სპექტაკლი ჰანს კრისტიან ანდერსის მახინჯი იხვის ჭუკი ქუთაისის თოჯინების თეატრში 2021 წელს დაიდგა. სწორედ ამ 2 გრან პრის მფლობელი სპექტაკლით გახსნის სეზონს თეატრი 17 სექტემბერს.